მოგესალმებით, მე მქვია არკადი ბერიძე, ვარ ბათუმის სამედიცინო აკადემიის კბილის სატრენინგო საქმის კურსის სტუდენტი და დღეს მინდა მოკლედ ვისაუბრო ჩემ პროფესიაზე. უძველესი დროიდან ადამიანებს აწუხებდათ მატპირის ღრუს მდგომარეობა, რაც ანამატურ ჯანმრთელობაზე არამედ ფსიქიკაზე ზეგავლენას ახდენდა. დღესდღეობით სტომატოლოგია იმ დონეზე განვითარებულია, რომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს ამ პრობლემის გადაჭრაში. მინდა გაჩვენოთ მოსახსნელი პროტეზის დამზადების ყველა ეტაპი. ზოგადად კბილის ტექნიკას არ აქვს შეხება პაციენტთან. ამიტომ კბილის ტექნიკის საქმე იწყება ზომიდან, რომელსაც იღებს სტომატოლოგი. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი ზომის აღების შემთხვევაში სამუშაო არ გამოვა ხარისხიანი. მეორე ეტაპზე ჩვენ ვასხამთ ზომას. შემდეგ მზადდება სატყამბილო ვალიკი. ამის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ კბილების დაწყობას. მოსახსნელი პროტეზის დამზადება ითხოვს პაციენტის რამდენიმე ვიზიტს სტომატოლოგთან, სადაც ის სანთლის მოდელზე აკვირდება ყველა ნიუანსს. თუ პაციენტს ყველაფერი მოწონს, კბილის ტექნიკი ამზადებს პროტეზს გამოხარშისთვის და პოლიმერიზაციისთვის. ბოლოს უკვე დამუშავებული პროტეზი მიდის პაციენტთან.